ბანკმა და კონკურენციის საერთაშორისო ქსელმა საუკეთესოდ დაასახელა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში. დაჯილდოება ედინბურგში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. სააგენტომ 2 ნომინაციაში გაიმარჯვა. ღონისძიებას უწყების თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა. მსოფლიო ბანკის მხრიდან და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის მხრიდან, რომელიც მსოფლიოს 160 ქვეყანას აერთიანებს, მსგავსი აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ როგორც კონკურენციის აგენტოს მხრიდან წარმოებული საქმიანობა სხვადასხვა კუთხით გადაწყვეტილებების მხრიდან, ასევე ის სიღრმისეული რეფორმები, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარეობს, შეფასებულია ძალიან პოზიტიურად. რეფორმების განხორციელების შედეგად საქართველოს მოქალაქეებმა შეძლეს წლიურად 75 მილიონი დოლარის თანხის დაზოგვა მედიკამენტების შესყიდვაზე. გარდა ამისა, ამ რეფორმების შედეგები იყო ისიც, რომ რიგ მედიკამენტებზე დაახლოებით 50% ფარგლებში მოხდა ფასების შემცირება. ფარმაციის სექტორში მომხმარებელთა უფლებების და ინტერესების დაცვა არის გლობალური მასშტაბის პრობლემა, ის არ არის მხოლოდ ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი და ამ თვალსაზრისით მეტად სასიხარულოა, რომ ჩვენი ქართული გამოცდილება ამ თვალსაზრისით მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე ფარმაციის სექტორში არის წარმატებულად აღიარებული და მიჩნეული გლობალური მასშტაბით და გლობალურ დონეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ განვითარებული პროცესები და პრაქტიკა არის სამაგალითოდ მიჩნეული ბევრი სხვა ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასეა, იმიტომ რომ ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც აღმოჩნდა, რომ მართებულია და რეალურად დადებითი როლი ითამაშა მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე ამ სექტორში, რა თქმა უნდა, ესაფუძვლება მათ შორის ის, რომ კონკურენცია სწორი მოდელით არის ჩამოყალიბება და ჩამოყალიბებული და ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი აქვს შეტანილი კონკურენციის სააგენტოს.